მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. ახალი მონაცემებით საქართველოში 3.929.000 ადამიანი ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი თითქმის 6%-ით მაღალია 2014 წლის მონაცემზე. შედეგების მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 3.775.000-ით. ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხვი კი 2.9%-ით არის მომატებული. ჩალვა სუმბაძე გვერდება ამ თემით ახლა პირდაპირ ეთერში, ის ესწრებოდა წარდგენას და პრეზენტაციას. შალვა, დეტალები რომ მოგვაწოდო. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა. საქმე ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ აღწერას, რომელიც თავდაპირველად მიმდინარეობდა ელექტრონულ ფორმატში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ კონკრეტული მონაცემები, რომელთაც ინტერესდებოდა სტატისტიკის ეროვნული სამსახური. შემდგომში კი კარ-და-კარის პრინციპით გაგრძელდა აღწერა. საბოლოო აღწერის შედეგების მიხედვით 3.929.581-ით განისაზღვრა საქართველოს მოსახლეობის რიცხვი, რაც 5.18%-ით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით, როგორც მოგეხსენებათ 10 წლეულების განმავლობაში ტარდება ხოლმე მსგავსი აღწერები ყოველი 10 წლის შემდეგ, რაც საბოლოო მონაცემების გამოქვეყნების შესაძლებლობას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა მოსახლეობის რიცხოვნობის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა, იყო რამდენი იყო ამ მოსახლეობიდან ეთნიკურად ქართველი. დღეს უკვე ამ დასკვნის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3.304.075 მოქალაქე არის საქართველოს მოსახლეობაში ეთნიკურად ქართველი, რაც დაახლოებით 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2014 წელთან, ანუ წინა აღწერასთან შედარებით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა საკმაოდ არის გაზრდილი, მთლიანობაში საერთო მოსახლეობის რიცხვში ეთნიკურად ქართველთა რაოდენობა არის შემცირებული. შემდეგ ადგილს აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა იკავებს. როდესაც საუბარი გვაქვს ეთნიკურობის მიხედვით დაყოფაზე მოქალაქეების, ამავე აღწერაში მოქალაქეების ასევე შესწავლილია რელიგიური კუთვნილებაც. აღმსარებლობის მიხედვით 3.223.206 ადამიანი საქართველოში არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, რაც 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა აღწერის შედეგებთან შედარებით. ასევე მეორე ადგილს მუსლიმი მოქალაქეები იკავებენ, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი, კათოლიკეები და მეხუთე ადგილს იკავებს არც ერთი აღმსარებლობის წარმომადგენელი. 19.214 ადამიანი ამბობს, რომ არც ერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა დაყოფილია რეგიონების და ქალაქების მიხედვითაც, სადაც ალბათ მოულოდნელი არ არის თუ ვიტყვით, რომ თბილისის და ბათუმის მოსახლეობა არის გაზრდილი, ხოლო გამოიკვეთა ასევე რეგიონები, რომელიც დაცლისკენ არის მიდრეკილი და რომლის მოსახლეობაც ცდილობს, რომ გადაინაცვლოს სოფლიდან ქალაქში. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3.930.000 კაცით განისაზღვრა. ქალაქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%, დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1.321.000 კაცს, რაც 20%-ით, ანუ 223.000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს. 54%-ით გაიზარდა ასევე მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქ ბათუმში 153.000-დან 236.000-მდე. ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37.700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1% შეადგენს. მოსახლეობის 84.1%, ანუ 3.304.000 კაცი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით, ანუ 80.000 კაცით. მოსახლეობის 82%, ანუ 3.223.000 კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 4.1%-ით, ანუ 126.000 კაცით.
გარდა მოსახლეობის აღწერისა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რომლის შედეგებიც ასევე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. სასოფლო-მეურნეობათა რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული საქართველოში, ასევე აღწერილია 809,000 ჰექტარი მიწა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ მოქალაქეები. უნდა იქნას, რომ საკმაოდ მცირე დრო გქონდა იმისათვის, რომ ყველა მონაცემს დეტალურად გავცნობოდით, შესაბამისად უფრო ვრცლად იმ შედეგების შესახებ, რომელიც წარმოადგინა დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მთავარ გამოშვებაში მოგიყვებით.